სალამი. ალბათ გაინტერესებთ როგორ უნდა აიღოთ ამერიკის ვიზა და რა კითხვებს ვამენ გასაუბრების დროს. მე ახლა ავიღე ამერიკის ვიზა და გასაუბრების დროს მე გავამახვილებ ძირითადად რამ კითხეს გასაუბრების დროს, იმიტომ რომ მგონია ეს მნიშვნელოვანი ნაწილია ამერიკის ვიზის აღების თვის. მოკლედ, როცა მივედი, ჯერ რაღაცა შენი პასპორტი უნდა დატოვო, მე რაღაც რიგი მოგიწევს, მე ისე გამოგიწევენ. ავიღე პრაღაში. და როცა უკვე მოგიწევს საუბარი გამსაუბრებელთან, ძალიან მკაცრად არიან გამოწყობილები. და ძალიან სერიოზული ფორმატი არის ამ გასაუბრების. როცა კითხვებს გისმევენ, სახეზე არ გიყურებენ, მაგრამ ყველაფერს აფიქსირებენ. გონია რომ შენს ემოციებს, ყველანაირ ემოციებს ეგრევე აფიქსირებენ მიუხედავად იმისა, რომ არ გიყურებენ და მხოლოდ რაღაცა ესეთი ტიპის მოძრაობით მარტო კლავიატურაზე აწკაპუნებენ, ვითომ ისიც რაღაცა ბუტაფორიულ ეფექტს ქმნიან. და თან გეკითხებიან, რისთვის მიდიხარ ამერიკაში, რა არის შენი მიზანი? შენი ოჯახის წევრები იმყოფებიან თუ არა ამერიკაში, ან ყოფილან თუ არა ამერიკაში ოდესმე. მე ძალიან სასაცილო შემთხვევა შემეკითხა, იცი თუ არა მეგრული ენაო, იმიტომ რომ აპლიკაციაში მეწერა რამოდენიმე ენის ჩამონათვალი და პირველი ენა. კარგია, ბევრი ენა რომ იცი. და დაწერო რომ ბევრი ენა. აი, ბევრი ენა მქონდა ჩამოწერილი და შეიძლება გარკვეულწილად პლუსი იყოს ეს აპლიკანტისთვის. და მე მეწერა მეგრული ენაც ერთ-ერთი და ძალიან სასაცილო სიტუაცია იყო, როცა დაამახვილა ყურადღება ვიცოდი თუ არა მეგრული ენა. და ნუ მე რა თქმა უნდა ვუთხარი მთელი სიამაყით და ცოტა ღიმილიანი სახით რომ კი რა თქმა უნდა მეგრელი ვარ და ვიცი მეგრული ენა. კიდე იყო შეკითხვები თუ ყავთ siblings. დაძმო. კიდე რა შეკითხვა იყო? კიდე იყო დაფინანსებით მიდიხარ თუ დაფინანსების გარეშე იქ ვინ დაგაფინანსებს. ასევე თუ მუშაობთ აუცილებელია თან დაურთოთ დოკუმენტაციას თქვენი სამუშაო ანაზღაურების შესახებ, რომ მუშაობთ განცხადება სამსახურიდან. და სავარაუდოდ ამ კითხვასაც დაგისმევენ, უბრალოდ ჩემი აპლიკაცია ამ მიმართულებით არ იყო წარმართული და შესაბამისად კარგი და შევაჯამოთ რა სერვისის მიღება შეუძლიათ თქვენგან და შემდგომში სხვა ვიზაზე ისაუბრებთ ალბათ თუ რეზიდენციაზე. ხო, მე სხვადასხვა რამოდენიმე ვიზა მქონდა აღებული ბოლო 2 წლის განმავლობაში, ასევე residence permit-ი და შემიძლია პროცედურები და საფეხურები, რამდენი ვიზა რა ვიზები გაქვთ და რა რეზიდენციები აღებული? მე მაქვს ამერიკის ვიზა, ბრიტანეთის ვიზა, პოლონეთის ვიზა, უნგრული ბინადრობისა residence permit-ი. და ველოდები პოლონეთის residence permit-ს. ბევრია. ამიტომ და შემიძლია ამ ხუთი მიმართულებით რეკომენდაციები. სერვისი. კი, რეკომენდაციები და როგორ რანაირად ჯობია, როგორ განაახლო, როგორ რა უნდა მიუთითონ უფრო კონკრეტულად, რა დოკუმენტები იქნება საჭირო წარსადგენ და დავასრულოთ, ახლა შევაჯამოთ და დავასრულოთ. მაშინ შემდეგ შეხვედრამდე.